მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ჩემს მეგობარს პასუხო კითხვაზე, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პლატფორმის მომავალს. მინდა გითხრათ, რომ ეს მომავალი არ არის უახლოესი და ეს მომავალი შეიძლება დავყოთ რამდენიმე მცირე მომავლებად. პირველი, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ეს არის აუდიო ფაილების ბაზის შექმნა, თუმცა ჩემი ინტერესი პირადად აქ არის მხოლოდ შეუზღუდავი განათლება ყველას კონტექსტში და ქართული როგორც მეორე ენა აი ამის კონტექსტში. შემდეგი მიმართულება ეს არის მათემატიკა. და თუ შევძელი მათემატიკა ეკონომისტებისთვის ამის გაკეთება მინდა ძალიან და ეს მინდა სასკოლო განათლებაში და არაზოგადად. არ ვიცი როგორ მოვახერხებ, მაგრამ ძალიან მინდა, რა თქმა უნდა, მომეხმარება ხელოვნური ინტელექტი. რაც შეეხება სასკოლო ლიტერატურას ვთქვი ერთხელ და კიდევ მინდა გავმეორო. სასკოლო ლიტერატურამ ფაქტობრივად ამოწურა საკუთარი თავი, ჩვენ მხოლოდ დიზაინზე შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ და ამ დიზაინსაც აუცილებლად გაჩვენებთ, უბრალოდ მეც ტექსტს უბრალოდ არ დავამატებთ. მე ვთვლი, რომ 350 ტექსტი დაახლოებით, რომელიც დღეს დებს სასკოლო ლიტერატურაში, საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს პროექტი დასრულდა. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ ეტაპზე საპასუხოდ იმის, როგორ განვითარდება სასკოლო განსაკუთრებული პლატფორმა. ეს უახლეს მოვა. რაც შეეხება შემდგომში, უფრო საშუალო პერიოდში. საშუალო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად უნდა მივიღოთ ერთიანი ბაზა ამის. ეს ყველა 6-მდგენელი ლექსიკონები, მამარდაშის ბიბლიოთეკის ის ნაწილი, რომელიც ჭირდება სასკოლო ლიტერატურა, საკუთრივ შეუძლავ განათლება ყველას, მედია წიგნები, ისწავლეს სახელმწიფო ენა. ყველა ესენი უნდა მოხდეს ერთ ბაზაში, მოდელის დონეზე. აი, ბოლო იქნება ფინალი, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ეს პლატფორმა არის სრული. კიდე ერთ კითხვას პასუხს არ უმეტდება. დაინტერესება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელების მიმართ და შემდეგ არის განსაკუთრებით აუდიო ფაილებთან დაკავშირებით. რაც შეეხება განათლების პლატფორმას, ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს მაინც არაფორმალური საიტია, არაფორმალური პროექტი გამოდის, იმიტომ რომ არც ერთ ანგარიში საგანმანათლებლო პლატფორმა არ არის. ეს არის ფაქტი. რატომ? იმიტომ რომ უკეთესი მოლოდინი არის და იმედია ამ მოლოდინს გავამართლებ. დღეს სულ ეს იყო და იმედია რომ ჩვენ აუცილებლად კიდევ შევხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით.